ეთერშია სატელეფონო ინტერვიუ. ჩვენს კითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პასუხობს. ქალბატონ სალომე, გამარჯობათ. ლევან ჭითანა გაწუხებთ რადიო მაესტროდან. ქალბატონ სალომე, ლევან იოსელიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთანაც ჰქონდაო საუბარი და ამბობს, რომ იზიარებთ ამ საკითხის მნიშვნელობას. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო რეფორმაზე კონსენსუსი მოხერხდება, ოპოზიციაში განიხილება, რომ სხვა დანარჩენი მოთხოვნები მოიხსნას. ვერ გეტყვით ყველაფერს რატომ იოსელიანის თანხმობა საუბარი, ჩემთვის რამდენად ცნობილია, ოპოზიცია არის ერთიანი იმ მოთხოვნებში, რომელიც დაყენებულია მოლაპარაკებების პროცესში და არანაირი გადახედვა ამ პოზიციის არ მომხდარა ოპოზიციის რიგებში, მათ შორის ცხადი არის ნაციონალურ მოძრაობაში. და როგორ აფასებთ იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს ბატონი ელისაშვილი? იმიტომ რომ ის ამბობს, რომ თუ ამაზე იქნება შეთანხმება, შევლენ პარლამენტში. მე მიმაჩნია, რომ ყველა ის კომპონენტი, რაც წარადგინა ოპოზიციამ მოლაპარაკებების პროცესში, არის უმნიშვნელოვანესი და მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა ცხადია მნიშვნელოვანია, არ განვიხილავ განცალკევებულად ამ საკითხის დანარჩენი სხვა კომპონენტებისგან, რომელიც არის ოპოზიციის მოთხოვნა და რომელიც მოლაპარაკებების დღის წესრიგში უნდა არა მხოლოდ დარჩეს, არამედ მიღწეული უნდა იქნას შესაბამისი შეთანხმება იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ თავიდან აერიდოს ერთპარტიული პარლამენტის ასე ვთქვათ შეკრება და მე არ მგონია, რომ თუ ქართულ ოცნებას რაიმე ასე ვთქვათ ილუზია აქვს, რომ რომელიმე ერთი პარტია იქნება თანახმად პირობებზე, ეს მოუხსნის იმ პრობლემას ქართულ ოცნებას, რომ მათ რეალურად ეყოლებათ პარლამენტი, რომელსაც დემოკრატიული ლეგიტიმურობა არ ექნება. და ბოლო ჩემი შეკითხვა იქნება, რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობეხიძემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების მოხსნის საკითხი დააყენოს. ეს არ არის პირველი განცხადება მსგავსი და მოგვისმენია ადრეც ნაციონალურ მოძრაობაზე არ არის მხოლოდ საუბარი არის, რომ თუ ოპოზიცია უარს იტყვის პარლამენტო მანდატებზე, მათ შეუწყდეს დაფინანსება და ეს განცხადებები გაკეთა გულა უკვე ქართული ოცნების მხრიდან და ამას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია ოპოზიციის პოზიციაზე და მე მიკვირს, რომ იგივეს იმეორებს დღეს ბატონი კობახიძე, რა განსხვავებულ შედეგს მოელის მსგავსი გზავნილით ჩემთვის გაუგებარია. მადლობა ქალბატონ სალომე. მადლობა. ჩვენს კითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პასუხობდა. ეთერში იყო სატელეფონო ინტერვიუ.